პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც CESCO-ს თავმჯდომარე ტექნიკური მიზეზით ხსნის, ასე აფასებს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალდადგენილებას არასამთავრობო სექტორი. სხდომის დაწყების წინ მედიისა და არჩევნების თემებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები ზურა ხარატიშვილს თბილისი მერიოჩი შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა უშედეგო დასრულდა. არასამთავრობო სექტორმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რატომ გადაწყდა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მედიისთვის ახალი დადგენილების მიღება და აპირებენ თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები დოკუმენტისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას. Koalitsiya არჩევანის თავისუფლებისთვის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს არის ჟურნალისტების მუშაობის ხელოვნურად შეზღუდვა, რომელსაც პოლიტიკური საფუძველი აქვს. ჩვენ დღეს მივედით იქ არა იმისთვის, რომ უკვე გაფართოებული შემადგენლობით გვესაუბრა იმ პრობლემებზე, თუ რას წარმოშობდა არჩევნების დღეს ამ საკითხის ამ ტიპის დარეგულირებით, არამედ მივედით იმისთვის, რომ ჩვენ მოგვესმინა პასუხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, რა გადაწყვეტილებას იღებს საღამოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. სამწუხაროდ ხარატიშვილმა ამაზე პასუხი არ გაგვცა, ამიტომ ჩვენ ამ წუთამდე არ ვიცით, რას აპირებს, რა ტიპის დადგენილების პროექტ შეიტანს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხდომაზე თავმჯდომარე და რას უყრიან საერთოდ გემს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთელი შეხვედრის განმავლობაში იყო საუბარი, რომ CESCO-ს ხდომა არის 7 საათზე, დავადგინეთ, რომ არის 6 საათზე ხდომა, ამიტომ ყველას გთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს, არა მხოლოდ მედია საშუალებებს, რომ ვიყოთ 6 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.